ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, ანუ ზედა კადრში გაჩვენოთ საპატრიარქოს ჭიშკარი, ანუ საპატრიარქოს მღვდლები ზოგადად რა ფუფუნებაში ცხოვრობენ და ქვედა კადრში მინდა გაჩვენოთ ხუთშვილიანი ოჯახი, ერთ-ერთი ხუთშვილიანი ოჯახი ზოგადად და ვიცით საქართველოში როგორი მდგომარეობაა ხო, რომ ბავშვები რა წამალს ნატრობენ და ოპერაციისთვის ფულს აგროვებენ მშობლები, რომ გადაარჩინონ საკუთარი შვილები და როგორი მდგომარეობაა ზოგადად ქვეყანაში, ამას ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ. ეხლა მე მიჩნდება კითხვა, ვინც საკუთარ თავს უწოდებთ ქრისტიანს. თქვენ ვინმეს მიგაჩნიათ, რომ შეიძლება ქრისტიანობა 43 მილიონზე იყიდებოდეს, აღარაფერს ვამბობ იმ 25 მილიონზე რაც აქვთ და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მთელი საქართველოს მიწებს ფლობენ და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენი ბიზნესები აქვს და რა სიმდიდრეში ცხოვრობენ ზოგადად მღვდლები, ამას ხო ჩვენი თვალით ხედავთ. რა ფასიანი მანქანებით დადიან, როგორ სახლებში ცხოვრობენ, რა სიმდიდრის მქონე ადამიანები არიან ზოგადად მღვდლები ქრისტეს გაყიდვით. აი თქვენ ვინც დადიხართ თავწაკრული იმ ეკლესიაში. მაინტერესებს თქვენ ვინმე ამ ყველაფერში ქრისტიანს, აი ერთხელ გამოვიდა რომელიმე გამოიყვანა თავისი მრევლი და მივიდა აგერ ამ ვიდეოში რომ ხედავთ, აი ხუთშვილიანი ოჯახია, ესეთ პირობებში ცხოვრობს. გამოსულა რომელიმე იმ თავისი ეკლესიიდან და ერთი ოჯახისთვის მაინც ფანჯარა ჩაუსვამს. აი მაინტერესებს თქვენ თვითონ საკუთარ თავს დაეკითხეთ. ერთხელ მოუწოდეს საკუთარ მრევლს რომ ქრისტიანები ვარ, წამო სიკეთე გავაკეთოთო? ერთი ნაბიჯი გადადგეს ხალხისთვის მაინტერესებს. მაშინ როდესაც ქვეყანაში 1,5 მილიონი რეანიმაციული თვითმფრინავი არ გვყავს, რომ ავადმყოფი, იმიტომ რომ საქართველოში კურნალობა არ შეუძლია, რომ წავიყვანოთ სხვა ქვეყანაში და სხვა გადავარჩინოთ, წარმოიდგინე 1,5 მილიონი ღირს ის პატარა რეანიმაციული თვითმფრინავი ქვეყანას ის არ ყავს, რომ ადამიანი მომაკვდავი რო არის გადაარჩინო, წარმოიდგინე და 43 მილიონს ურიცხავს საპატრიარქოს, რომელიც 40 წელია ისედაც ქვეყნის ღვლეფითაა დაკავებული? ეკლესიაში რომ უფასოდ ვერ შედიხარ და რაღაცა უნდა გამოგსტყუონ, რომ ივაჭრონ შენით. ჯვრისწერა რო ჯვრისწერა უფასოდ ვერ დაიწერ ჯვარს. ნათლობას უფასოდ ვერ გააკეთებ. ვერაფერს უფასოდ წეს ვერ აუგებ მიცვალებულს უფასოდ და კიდე ამ მღვდლებს 43 მილიონს უნდა უხდიდეს მთავრობა, რომელიც გადაქცეული ყავს თან კიდე პოლიტიკურ რუპორად. ესეთ დონეზე როგორ დაეცით ჯერ მარტო მღვდლები, ნაცქოც მნიშვნელობა არა აქვს, რომ პოლიტიკურ რუპორებად იქეცით, წინა საარჩევნოდ გიყენებენ თანაც. ესეთ დონეზე როგორ უნდა გააუკუღმართოთ ქრისტიანობა, აი ამიტომ ვიძახი რა, სანამ თქვენ იქნებით და ის ვაჭრად ქრისტეს გამყიდველები სანამ იქნებით ამ ქვეყანაში, არაფერი არ ეშველება ამ გადარჯულებულ ხალხსაც. მრევლს, რომელიც გააუკუღმართეთ და ასე ცხვირწინ გააუკუღმართეთ ქრისტიანობა, რომელიც ამბობს, როგორც აკლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნჩში, ისე მდიდარი ვერ დაიმკვიდრებს სათა სასუფეველს. და თქვენ რას აკეთებთ საერთოდ? ხალხო, თქვენ ამ ყველაფერს რო უყურებთ, ამაში ქრისტიანობის რამე ნატამალს ხედავთ საერთოდ? ესენი არიან ქრისტეს გამყიდველი მაქციები. აი სანამ ეს ვაჭრები არ დაბრუნდებიან ბაზრებში, იქამდე არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას, არც ამ ხალხს სხვათა შორის რა. აი ასეთ დონეზე რო გააუკუღმართებ ქრისტიანობას, ქრისტეს სახელით რო 9 მილიონიანი მანქანებით ივლი და სასახლეებში იცხოვր და ბიზნესად გადააქცევ, არაფერი იმ ქვეყანას არ ეშველება. წამებლები არიან ჩვეულებრივი რა. აი დღეს რო ქრისტე მოვიდეს, დღესვე გააკრავენ ჯვარს, აი ეს ურჯულო ადამიანები და ამათ უხდიან 43 მილიონს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ეგ 43 მილიონი გადაუნაწილეთ იმ ბავშვებს და არც ერთი არ იქნება დღეს იმ მდგომარეობაში რასაც არიან. აი ეს კადრები რაც დაიხ, წადით აბა ეგ რაღაცა მაგის 100,000 მიეცით და იმ ოჯახს ფანჯარა ექნება და არ გაიყინება. აი ამაზრზენია რა ეს ყველაფერი, უბრალოდ რა უნდა ვთქვა, არ ვიცი და აი თქვენ ვისაც ეს ყველაფერი ქრისტიანობა გონიათ, თქვენ ძალიან ცუდად გაქვთ საქმე, ესე იგი რა.